ერი მაშინ იწყებს დამხობას, როცა თავის ისტორიას ივიწყებს. მე-17 საუკუნე იყო დრო, როდესაც საქართველოს საკუთარი თავის დავიწყებას აიძულებდნენ. ქართლ-კახეთი ირანის ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა. შაჰ აბასი პირველი ცდილობდა არა მხოლოდ მიწის, არამედ სულის დაპყრობას. იწყოდა სოფლები, იცლებოდა ქალაქები, ძლიერდებოდა ზეწოლა სარწმუნოებაზე. მაგრამ საქართველო არ გატყდა. ირანში წამებულმა ქეთევან დედოფალმა სიცოცხლეზე წინ რწმენა დააყენა. ბაქტრიონის კედლებთან ქართველმა ხალხმა ხმალი აღმართა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. მე-17 საუკუნემ გვაჩვენა, რომ ქართველს ახსოვდა ისტორია, ახსოვდა მამაპაპის მაგალითი და სწორედ ამიტომ, როგორც ილია ამბობს, გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ბურთსა და მოედანს ამ წუთი სოფელში. ჩვენი ისტორია მხოლოდ გამარჯვებების მატიანე არ არის, ის ტკივილით არის ნაშენი. თუმცა სწორედ ამ ტკივილმა გვასწავლა სიმტკიცე. რამდენი განსაცდელი გამოვიარეთ, რამდენჯერ უნდოდა მტერს წაეშალა ჩვენი ისტორია, მაგრამ მაინც მოვაღწიეთ დღემდე, რადგან გვახსოვდა, რადგან ვიცოდით ვინ ვიყავით და ერი, რომელიც საკუთარ ისტორიას არ ღალატობს, არ ქლება.